მიდი დავტენოთ. აი ესეთი ეს რა არის, ესე იგი მითხარი? თევზის ეს არის წყალქვეშა. თევზის სანადირო. წყალქვეშა სანადირო თოფი. გავჩითეთ ჯილეებში, ესე რომ ვთქვათ. ეს გასწრება. და ეხლა ეს გავტესტავთ და აი წინა ჩვენ ეხა. მიდი. გავში. აუ რა ის რა ჩემი. აი ეხლა ძუა მიყვება, შეხედეთ, აი ძუა მიყვება. ამას მე ეს ეხლა ხვალ უნდა თევზს ხო გაარტყავ და ძუას მოკაჩავ და ეს ხვალ უნდა გავტესტოთ წყალში. სად არის? აი სად არის? ნახე სად არის ბიჭო შესული. აჰა. ნახე სად არის შესული. მოწედა? ჰა. ეს თევზი იმენას ყვაზნუში გაატარა. როგორ? ესე ვეღარ ეს. ანუ ძუა ფიზიკის კანონით რა, ესე რომ მიდის ძუა თავისებურად ხო გაჭიმვა ხო უწევს. და გვერდულად ვეღარ მიდის, ანუ ორიენტაცია სისტორე მიაქვს რა. ეს თოკი რომ მიყვება, ხო უწევს რომ სწორად წავიდეს, მაგრამ გვერდზე ვერ წაიღებს თოკს ეხლა თქო. ხო, ხვალ გადავიღებ. ცოტა ქონდა არასწორი წავება რა. მოდი აბა მეც დავტენი, მოდი. შეიტანა და მე გადავტენი, მიდი. ამ წყალქვეშ ძალიან მაგარი რაღაც, იმიტომ რომ დიდი თევზები ნახა მან და ხვალ უნდა წავიდეთ, გავტესტოთ. მიდი. ზო. მაგარი ჯანი უნდა რომ წამოწიო დამღანება უნდა თავიდან რა. ეხა უკვე ჩამოწიო ის არის მცველი ჩამოწიო და ხო გაისროლე. მოიცე წამერის როლი წამით. შევხედოთ ხო ყველაფერი არის როლი წამით, ეს წამერის როლი. всё. მიდება. გამოჩნდა. აი ბალახში ისროლე, ხეზე არის როლი. იღებ? კი. ბიჭო შემიკა. საწაიღო. დაპაუზე. აი სხლიტა, ნუ ნიჩიო. ხო რა, საშიშია სხვათა შორის. აი ეგეც გავითვალისწინოთ. იქით არავინ არ უნდა იდგეს, თორე. დავარდა თუ შეეჭვს. აი ეგ გდია რა. მოკლედ მაგარია რა. ხო დიდ ვიდეოს გადავიღებთ რა. ძალიან კაია. რა ქვია მას არც ვიცი. რაღაცა ქვია და მოვიწე. კაი.